კარგი არჩევანი იგივე არ ველოდებოდი შეგა. გავატარებ ამას, მოიხსნა. გავიკეთოთ ვარდისფერი სათვალე. მიყვარს გამოცნობა. მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ ამჯერად გიბრუნდებით მეორე თამაშით და მე და გიორგი ამჯერად ვისაუბრებთ ჩვენს საყვარელ ქვიარ ფილმებზე და ემოჯებით გამოვიცნობთ, რომელი ფილმი არის ამჯერად, ანუ ჩვენი საყვარელი ფილმი. მოგესალმებით მეგობრებო, მიხარია თქვენთან დაბრუნება და მაინტერესებს შენი თაობის ფილმები მოიტანეთ თუ ყველა თაობის? თქვენი ჩვენ თაობის, ხო. უფრო ჯეზი ფილმები მაქვს არჩეული, მგონი არ მაქვს. მეც მგონი თანამედროვეები უფრო მაქვს. ხო. დავიწყოთ. ესე იგი, პირველი ფილმი, ანუ ეს არის გიორგის საყვარელი ფილმი, რომელსაც მე გამოვიცნობ. ცხენი მთავარი ბიჭი, კუზიანი მთა. You know, it could be like this. Just like this always. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმი არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციური და ტრაგიკული დასასრული აქვს, მაგრამ რაღაც საინტერესო ვაიბი აქვს ამ ფილმს. და მსახიობები მიყვარს ძალიან. კი, კარგი კადრი. კარგი არჩევანი. ჩანთა სკოლა, ბებია. მიდი. შეიმლესი არის? არა. ბებია, ანუ არ ვიცი. კიდე არის რაღაც მან ჩანთა წერილი, არ ვიცი, არ ვიცი. ეგ არის Dreams, ნორვეგიული ფილმი. Du känner snarare? Ja, ikke føler jeg så där. ხო, ეგ ახალი ფილმია შედარებით და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი გახდა, იმიტომ რომ ეს ქვიარ საკითხი არის ძალიან მინიმალისტურად შეტანილი, ძალიან გემოვნებიანად და მე ძალიან მიყვარს ეგეთი ფილმები, სადაც რაღაცნაირად თვალში არ ფთხრიან, ასე ვთქვათ, ცუდად ამ თემებს. მიყვარს გამოცნობა. ნუ გაუბრაზდები თუ ვერ გამოვიცნობ. მხატვარი გონი მარტივი გამოსაცნობი არის, ძალიან ცნობილი ფილმი არის. მხატვარი, არ ვიცი. მხატვარი არის. ქვეყნის დროშაც უნდა იყოს მგონი. არ ვიცი, რა ფილმია. დედანიშგიოვი. There's something you'd like to know. I'm your wife. I know everything. Every morning I promise myself that ერთ-ერთი პირველი ფილმია ესე, ხო, ტრანსგენდერი. პირველი ფილმი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ისეთი, სადაც ეს ჩანს ისტორია და ისტორიაზე არის და პირველად ვინც გაიკეთა ეგ ოპერაცია იმ ადამიანზე არის. კი და ძალიან თვითონ ფილმი არ არის ისე ძალიან ძველი ხა. ძალიან ძველი არ არის, ხო? და აკლია ჩემი აზრით სიღრმე და ბოლომდე კარგად არ არის ტრანსგენდერი ადამიანების თემა გაშუქებული. და ძალიან კარგად ასრულებს. რა ქვია მაგ მსახიობს? არ მახსოვს, მაგრამ ოსკარიც აიღო მგონი. კი, ძალიან კაი მსახიობია. ჩემი ჯერი არის ხა ბრიტანეთი, ავტობუსი, ეს როკ-ენ-როლთან არის დაკავშირებული თუ ზოგადად მუსიკასთან. არა, ნახე კარგად კიდრებია. ის რა ქვია? არ ვიცი ამის რა ქვია. ურო თუ რა. ურო და ნამგალი და ურო. ის არის რა ქვია? მეშახტეებზე რო არის პრაიდი 2014 მგონი, ხო. What I was told about lesbians can't be true, can it? You're all vegetarians. It's embarrassing enough they spend ძალიან კარგი ფილმია, ვისაც არ გაქვთ. შენ ხო გაქვთ ანუ ნახეზე გამოიცანი, ხო? არ ვიცი შენ ამდენად მოგეწონება. საქართველოშიც იყო მაგის ცდელობა, მაგრამ რეალობაში ხო, იმიტომ რომ ხო, ეგ არის ამ ფილმის მთავარი იდეა, როგორ გააერთიანა სოლიდარობის გრძნობა, ამ ემოციამ, მეშახტეები და ქვიარ თემი. და ძალიან კარგი ფილმია, თან კარგი სანახავია. და ჩემი აზრით დღევანდელ რეალობაში ჩვენთან არის ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ ძალიან გჭირდება ჩვენ ბევრ ადამიანთან, ბევრ თემთან კომუნიკაციის გზა გამოვნახოთ. რუსეთი, ისა ბალერინა, თვითმფრინავი, ცეცხლი. იცი შენ? მინიშნებას მოგცემ. ეს ცეცხლი და თვითმფრინავი ავიაკატასტროფის. ხო, არა, ეგ იდეაში ეგ გასაგები. ბოდიში ვისაც დანახი არ გაქვთ. საბჭოთა კავშირში ვითარდება მოვლენები და თანამედროვე ფილმი არის აღმოსავლეთ ევროპაში გადაიღეს თუ არ ვცდები. არ მგონი არ ვიცი. ხო, Firebird queer. ვერ ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი არის, მაგრამ მაინც ჩავიყვანა, იმიტომ რომ რა ვიცი, იქნებ ვიღაცამ ნახოს.
ორ საბჭოთა ჯარისკაცზე არის, რომლებიც საბჭოთა ჯარში არიან და იქ შეუყვარდებათ ერთმანეთი და თუ ორსები რეალურ ისტორიაზე არის დაფუძნებული, იმიტომ რომ წიგნის მიხედვით არის გადაღებული და ეს წიგნი დაწერა ავტორმა, რომელიც საბჭოთა ჯარის წევრი იყო და სავარაუდოდ საკუთარ თავზე დაწერა, ეხლა ვერ დაკამინგაუცდებოდა. ვაუ, ნახავ, მე ვნახავ, თქვენც ნახეთ მეგობრებო და მე გაგვიზიარეთ. ეს ეკლესია არის? ხო, მაგას ვერ გამოიცნობ, მაგრამ მიდი ცადე. ანუ ცოლ-ქმარი არის აშკარად. მე რაღაცა ხდება და ცოლი მარტო რჩება, ყვავილი, ვიღაც გოგო უყვარდება. ანუ ყვება ხო. ფეხბურთელები არიან? არა. მაგრამ მნიშვნელოვანია. ანუ აშკარად არ ვიცი, არ მაქვს ნანახი, იმიტომ რომ გამოვიცნობდი, იმიტომ რომ სიუჟეტი მოვყვება. ხო. და წვიმს და ის არის, რა ქვია, მანქანა ავარიაში მოხვდებიან ესენი. არა, ეგ არის წარმოიდგინე მე და შენ ეგრე ქვია ფილმს. You're gorgeous. Wanna fool around? ხო, მე სპეციალურად მოვიტანე ეს ფილმი, იმიტომ რომ არის ჩვეულებრივი რომკომი რა, რომელიც ძირითადად არის ხოლმე ჰეტეროსექსუალურ სიყვარულზე, ხო, როგორც ვიცით და ეს არის ძალიან chill ფილმი, საყვარლობა, მეგობრები რომ დასხდებიან და უყურებენ და რაღაცნაირად ეს ქვიარ საკითხი და ქვიარ სიყვარული ისე ბუნებრივად არის შემოტანილი ამ ფილმში, რომ აი რაღაცნაირად გესიამოვნება რა, არც ტრამვებზია, არც ტკივინებს, უბრალოდ სიყვარულზეა. ზოგადად მეტ ფილმს ვისურვებდი ქალების სიყვარულზე, ზოგადად და მაგ მიმართულებასაც ხო, ქალების სიყვარულზე ერთი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, აი რაღაცა ბუნებრივად მოწოდებული. როცა ხედავ, რომ კი რა, ქვიარ წყვილიც ბედნიერია, ქვიარ წყვილებსაც იგივენაირი რაღაცა პრობლემები აქვს და არა მაინც და მაინც რაღაცა ჯოჯოხეთში უწევს ცხოვრება. ხო, შეიძლება რეალობა სამწუხაროდ ეგეთია, მაგრამ გონია რომ ეს ფილმები რაც უფრო ლაითად მოგვაწოდებენ, რაღაც ამ ფილმებს ამ სიყვარულს და ამ საკითხს ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. თქვენც ხომ გვინდა ჩვენზე ფილმებში მაინც ვიყოთ ბედნიერები. ხო. გავიკეთოთ ვარდისფერი სათვალე და უყუროთ ფილმებს. სიყვარული ყოველთვის გაიმარჯვებს. კი.